დათვისგან დაკვენილი შოთა ყურმაშვილი ახლა მეზობლის მოსანახულებლად მიდის. სოფელ გურკელში მცხოვრები ალექსანდრე ჭანკოტაძეც ცხოველმა დაკვინა. 62 წლის მამაკაც მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი დაუზიანდა. მას დათვი თავს სახლიდან დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით დაესხა. რომ მიუახლოვდით ჩემ ბაღთანა. მეთქი დამინახეს მეთქი ბიჭებმა და დემემალენ მეხუმრებიან. რო ბურდღუნობდა. მე მეცოცხარი და არ ვიყავი ორი ნაბიჯი გადადგმული გამოვიდა ასე. მოვიდა პირდაპირ რაღაც ვიზამი. თავი წეყვირილი, ჭყავილი. მივეცი მეთქი სახეზე იმაშობოდა მივეცი ხელი მე. გაბრუნდა მე შევიდა ისევ იქა და მე გავიქეცი ბაღის აქედანა ძირზეც აღის გახვედი. შემთხვევა 28 ივლისს საღამოს 6-ის ნახევარზე მოხდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევიდან ნახევარ საათში დათვმა შოთა ყურმაშვილი იგივე ადგილზე დაკვინა. ამბობს, რომ ცხოველმა ყურადღება ძაღლზე გადაიტანა, სხვა შემთხვევაში დათვ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. მივდიოდი წლის გამოსავსება და უცბად იქვე შინდებში იყო, გადმომიხდა და იღბარი ჩემი რო ძაღლები მყავდა და ძაღლებმა გადამარჯინეს. ყვირილზე ისინი ბიჭებიც მოცვიდნენ და ეს კი გაფრთხა წავიდა, მაგრამ მე ხედავთ რომ აი რა დღეში ვარ, როგორ დამაზარალა და იმას იყო. მდინარის პირია, ბავშვები დადიან, ბავშვს რო დაეტაკოს. გურკელში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა არ ახსოვთ. მათი თქმით, დათვი სოფელში პირველად გამოჩნდა. 30 წელი ხდება რაც აქ ვარ, მაგრამ ესეთი რაღაცა არ ვიცი, არაფერი არ არსებობს. მეზობელი რომ ნახე კი მე რაღაც საჭოშიც ჩავარდით, ახლა შუა დღისით მზისით ასეთი რაღაცა ხომ მოულოდნელია ყველაფერი. შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე დროულად გავიდნენ, აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაზა მელიქიძის თქმით, დაზარალებულებს საჭიროების შემთხვევაში გამგეობა დაეხმარება. მიკვლეული იქნა დათვის კვალი, რომელიც ამ დროისათვის უკვე იზოლირებული და გადასულია ტყის მასივებში და დღეს მოურევით სოფლის მოსახლეობას საშიშროება არ გააჩნია არანაირი. ადგილზე ვიმყოფებოდით როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პირადად მეც, ასევე იყვნენ სამაშველო სამსახური, პოლიცია და ინფორმაცია მიწოდებული იქნა ოპერატიულად გარემოს დაცვის სამინისტროში. დაზარალებულების შოთა ყურმაშვილისა და ალექსანდრე ჭანკოტაძის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ერთი დღის შემდეგ შემთხვევას კურიოზულად იხსენებენ და ამბობენ, რომ გურკელს დათვთან მეომარი 2 თანასოფლელი ჰყავს.